Თავის გამზირი, როგორც თქვენც აღნიშნეთ, 125 დღესაც პროტესტის 125 დღესაც არის გადაკეტილი ტრადიციულად საქართველოს მოქალაქეები ბრძოლის მთავარ მოედანზე შეიძლება ითქვას, რომ დღესაც იმყოფებიან და დღესაც დააფიქსირეს ამ ადამიანებმა საკუთარი მოთხოვნა და ტრადიციულად ამ ადამიანების მოთხოვნა არის, რომ ხელახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ასევე პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ იმის გარდა, რომ ჩვენ ვხედავთ ყოველდღე გადაკეტილ რუსთაველს, ასევე ვხედავთ უკვე მე-15 ღამეა, რომ სტუდენტები, ახალგაზრდები პარლამენტის შესასვლელთან ღამეებს ათენებენ და დღესაც მე-15 ღამესაც ისინი პარლამენტის ტერიტორიაზე იქნებიან. ჩვენ ვნახეთ არაერთი დაშინების მცდელობა, თუნდაც ეს ახალგაზრდები დააკავეს კიდეც, იმიტომ რომ არ აძლევდნენ უფლებას, რომ საძილე საშუალებები შემოეტანათ პარლამენტის კიბეებთან შესასვლელთან და მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან ბევრი დაშინების მცდელობა ვიხილეთ, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ახალგაზრდები მაინც ადგილზე რჩებენ და როგორც გითხარით, დღესაც ისინი ამ ღამესაც გაათენებენ პარლამენტთან, ასევე ვხედავთ იმას, რომ უკვე 125 დღეა, რაც მოქალაქეები აქტიურად აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებას და მიუხედავად ამ არაერთი რეპრესიული კანონებისა თუ მოქალაქეების დაშინების მცდელობისა, ახალგაზრდები იქნება თუ სხვადასხვა ასაკის ადამიანები ქუჩაში მაინც აქტიურად გამოდიან. ასევე ახლა ჩვენ მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში ამ სტუდენტების და ახალგაზრდების პოზიციაც თათია პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ პირველ რიგში მე რამდენი ღამე იქნება დღეს, რასაც გაათენებს თქვენ პარლამენტის შესასვლელთან და ზოგადად როგორ შეაფასებთ უკვე 125 დღიან პროტესტს, რომელიც ქვეყანაშია? ჩვენ სტუდენტები და არა მარტო სტუდენტები, ჩვენთან ერთად არიან პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები. მე-16 ღამეს გავათენებთ პარლამენტთან დღეს და ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი, რაც მთავარია და პირველ რიგში ვითხოვთ უპირობოდ გათავისუფლდნენ რუსული რეჟიმის ტყვეები და მეორე მოთხოვნა და ასევე არანაკლებად უმთავრესი გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და შემდეგ ვისაუბრებთ ყველაფერზე, ეს იქნება არჩევნები თუ ახალი ხელისუფლება თუ ასე შემდეგ. მთავარი მოთხოვნა მაინც რჩება, რომ გადადგეს უპირობოდ არალეგიტიმური მთავრობა. კი ბატონო. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ სტუდენტს უსმენთ, რომელიც როგორც საუბრობდა, დღესაც გაათენებენ აქ რუსთაველის შესასვლელთან კიბეებთან პარლამენტის ტერიტორიაზე ღამეს. ლერი, ჩვენც გითხავთ თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ გითხრა თქვენი სათქმელი რა არის ახალგაზრდების, სტუდენტების და რას ვხედავთ ბოლო დღეები 125 დღის უწყვეტმა პროტესტმა რა აჩვენა? ესე იგი 125 დღეა, რაც ქართველი ხალხი ითხოვს არალეგიტიმური მთავრობის გადადგომას, ახალი არჩევნების ჩანიშვნას, მაგრამ შემდეგ შეიცვალა ეს მოთხოვნა და მიიღო ფორმა, რომელიც ყველასთვის მისაღებია, უკვე ვინც აქ დგას. ჩვენ მე-15 ღამეა ვათენებთ პარლამენტის წინ იმ მოთხოვნით, რომ გათავისუფლდნენ ტყვეები და გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც არალეგიტიმური არჩევნებით იქნა დღემდე მოყვანილი და იღებენ რაღაცა საოცარ კანონებს, რომელიც რა თქმა უნდა არავიზე არ იმოქმედებს იმ ხალხის გარდა, ვინც სახლში ზის და უყურებს დღემდე ამ პროტესტს სახლიდან. მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ ასეთი ადგილზე ვითარება ახლა, როგორც ისმენთ პირდაპირ ეთერში, მე-15 დღესაც ეს ადამიანები უკვე პარლამენტთან იქნებიან და მათი მოთხოვნაც არა მხოლოდ არის გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალგაზრდები ითხოვენ არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგომას და ეს ადამიანები მიუხედავად არაერთი დაშინების მცდელობისა გაჩერებას მაინც არ აპირებენ და აქტიურად იბრძოლებენ საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად, სანამ არალეგიტიმური ხელისუფლება არ გადადგება და რეჟიმის ტყვეებს არ გაათავისუფლებს.